საინტერესო დაიწყო შეკითხვა თავად ჟურნალისტმა კითხა, რომ ეს მოჯადოვებული წრე ამის გამო ხო არ არის, რომ ხელისუფლებების ცვლილებებთან ერთად არ იცვლებოდა საჯარო მოხელეებიო. ან კითხვა თავისთავად პროპაგანდისტულია და მოითხოვს დემაგოგიურ პასუხს, ბუნებრივია, სხვას რას უნდა ვალოდოთ და ამას ჩემი აზრით ქართული ოცნების მხარდამჭერებიც მიხვდებოდნენ. ამ კითხვაზე პასუხიც შესაბამისი იყო ალბათ, რა ვიცი. როდესაც ესეთ კითხვას სვავ, ალბათ ფიქრობ, რომ საბჭოთა კავშირში ხარ სავარაუდოდ, ან არც იცი ადგილობრივი თვითმმართველობის არსს რო თავი დავანებოთ ის, რომ სახელმწიფოსგან და ცენტრისგან აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის და განცხადების შინაარსიც ალბათ არ იცოდა ქალბატონმა, არ ვიცი. ალბათ საბჭოთა კავშირში გონიათ თავი ვერ გეტყვით. კითხვა მოერგო პასუხს, ასე გამოვიდა. გითხარით ამ პასუხის შინაარსზე კიდევ ერთხელ. სადაც კალაძე ამბობდა, რომ აი არ შეიძლება დილით მაგრით ერთად ვაკეთებდეთ რაღაცას და საღამოს მაკრიტიკებდეთ. ნაწილობრივ აღნიშნეთ манипуляციური ბუნება ამ განცხადების, მაგრამ მაინც თქვენი თანამშრომლის პასუხი არის საინტერესო. 70-მდე ადამიანი არის გათავისუფლებული აქვე სტატისტიკისთვის, რაც ვნახეთ ასია. ოპოზიციის განცხადებითო ესეც აღნიშნეს, ოპოზიციის განცხადი თითქოს ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენდეს ეს ამბავი, რომ 70 ადამიანი ყველა ხელმომწერი, რომელიც ერთმანეთსაც არ იცნობდა, რომ წინასწარ რაიმე დაეგეგმათ ან რაიმე მსგავსი, ეს ადამიანები იქნენ გათავისუფლებულები. საინტერესოა ეს კადრები ძალიან მნიშვნელოვანია და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. კვალიფიკაციაც ძალიან მაღალი ქონდათ, არ ქონდათ შენიშვნები, უამრავი მადლობები, უამრავი წელი ქალაქის სამსახურში. სწორედ რასაც გულისხმობდი, ადგილობრივი თვითმმართველობის არსთან გვაქვს პრობლემა აქ, იმიტომ რომ ჩვენ თვითმმართველობაში მუშაობდით, დარგობრივი საქმიანობა იყო, შეუძლებელია, როცა ცენტრის პოლიტიკას აკრიტიკებ, ან უბრალოდ აფიქსირებ მხარდაჭერას ევროპული გზის, ამით ღალატობდე თვითმმართველობას, ან რომელიმე პოლიტიკას, თუნდაც როგორც კალაძეს არ ესმის, ანუ ამის არსი, არც საჯარო მოხელის არსი, ის როდესაც ამბობს, რომ აი დილით ჩემთან ერთად საქმეს აკეთებდე საღამოს. შეიძლება აკადემიური წრეებიდან არ მოდიოდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იცის, რომ პარტიის სამსახურს არ წარმოადგენს საჯარო სამსახური წარმოადგენს პირველ რიგში ქვეყნის სამსახურს და შემდეგ უკვე დარგის სამსახურს. ყოველთვის არის ახსნა მერის მხრიდან ან რეორგანიზაცია ან საშტატო ცვლილება. ამასაც ამბობდა, რომ აი 200-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი და მაშინ ხო ყველას გავუშვებდიო. თან იქ საინტერესო დათქმა იყო, არც მაგის პრობლემა იქნებოდა. საინტერესოა ისიც, რომ როგორც აღნიშნა მერმა, 30,000 თანამშრომელი მუშაობს თბილისის მერიის ქვეშ, ასე ვთქვათ, თუმცა უშუალოდ შენობაში თბილისის მერიაში ჰედით შეიძლება დაუძახოთ, დაახლოებით ალბათ 500-დან 700-მდე ადამიანი მუშაობს. 230 ადამიანი ამას ღიად ამბობდა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ 230 ადამიანის გათავისუფლება, 230-მდე ადამიანის გათავისუფლება? თან იქ ხელმოწერა გაიწვია ხოლმე ნაწილმა. ხელმოწერა. ანუ ესეც იყო ერთი ფაქტორი, რომ ხელმოწერები გაიწვია ნაწილმა თანამშრომლებისა და მეორე მხრივ შეფერხებას გამოიწვევდა, ამიტომაც არ გაუშვა მან. აუცილებლად იმის გარდა, რომ უკვე გაუქმდა რაღაც განყოფილებები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იყო და პირიქით კადრების დამატებას ფიქრობდნენ, განყოფილება ერთ-ერთი სადაც 3 კადრი მუშაობდა და ორივე ხელმომწერი გაათავისუფლეს. ერთი დატოვა კი ბატონო. კი ბატონო, ერთი დატოვეს. აუცილებლად გამოიწვევდა მნიშვნელოვან შეფერხებებს. 30,000 თანამშრომელი არ მუშაობს ქალაქის მერიის შენობაში. ლუკა, თქვენი შემთხვევის შესახებ მოგვიყევით. სად მუშაობდით? სად გამოხატავდით მერე პროტესტს და რა მოხდა? აი კომუნიკაცია როგორ გქონდათ ხელმძღვანელობასთან? ხელმძღვანელობამ პირდაპირ მითხრა ამის შესახებ, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში კადრის შემცირებასთან მქონდა საქმე. არქიტექტურის სამსახურში მუშაობდი. არქიტექტურის სამსახურში ჩემ პოზიციაზეც საკმაოდ დატვირთული საქმიანობაა და საკმაოდ გაჭირდება ახლაც, იმიტომ რომ ძალიან დიდი საქმე დააწვება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი და არაერთხელ მithქვამს, რომ ძალიან კვალიფიციური კადრები ემსახურებიან თბილისს და ძალიან მთელ გულს დებენ ამ საქმეში რა და მინდა დაგარწმუნოთ, რომ კიდევ არიან უამრავი კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კადრი ქალაქის მერიაში. არქიტექტურის სამსახურში მუშაობდი მე პირადად და რასაკვირველია
ამას გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი ვარ და ბუნებრივია ხა ვიღაცებმა შეიძლება არ იცოდნენ მართლა რასთან გვაქვს საქმე ასეთ პროცესებში, ხო? მაგრამ როდესაც იცნობ ევროკავშირი რას გვეუბნება, რას ითხოვს, არაფერ განსაკუთრებულს არ ითხოვს, თავიდანვე ვიცით ჩვენ მათი კანონმდებლობა და მათთან კანონმდებლობის ჰარმონიზებას ვცდილობთ ქართულის, ხო? როდესაც ვიცით ეს ამბავი, როდესაც ამაზე ვმუშაობთ და ვიცით სად რა ხდება. ხა ვიღაცა ადამიანი, რომელიც მუშაობს დურგლად ან რაიმე ხეს კვეთს ან რაღაც გავსი და ოჯახში მიდის პატიოსანი კარგი ადამიანი არ არის ვალდებული რომ ესმოდეს ეს საკითხი რა. შეიძლება უბრალოდ ენდობოდეს, რასაც ტელევიზორში მოისმენს რომელიმე პროპაგანდისტულ არხზე და შევიდეს შეცდომაში, მაგრამ ადამიანები ვინც ამ პროცესში ვარ ჩართული და ეს უშუალოდ ჩვენ საქმიანობას ეხება, წავიკითხეთ და გავაანალიზეთ, ხვდებოდით რაშიც იყო საქმე, ბუნებრივია, გააზრებულად ხელი მოვაწერეთ, გავიაზრეთ ასევე ის რისკები, რაც შეიძლება მომხდარიყო. შესაბამისადაც ვიმოქმედეთ. საბაბი იყო რეორგანიზაცია, მაგრამ იყო თუ არა უკმაყოფილება ამ ხელმოწერის გამო, გამოთქმული მანამდე ან მინიშნება რაღაც ეგრეთ წოდებული კეთილის მსურველების მინიშნება, რომ აი რაში გჭირდებოდა, აი რა პროცესი დაიწყო რეალურად ამ ხელმოწერის. დაძაბულობა იგრძნობოდა, იმიტომ რომ ყველა ვიცით, რასაც უნდა ველოდოთ, რაც მოხდა პრინციპში გამართლდა კიდეც. დაძაბულობა იგრძნობოდა, თუმცა პირადად მე არ მქონია რაიმე მუქარა ან რამე მსგავსი. ალბათ რეაქციას ეცოდინებოდათ, ხა არ ვიცი სხვა შემთხვევაში რა როგორ მოხდა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მსგავსი არაფერი არ ყოფილა. თუმცა აი როგორი იყო სხვების პოზიცია, ვთქვათ, ვისნაირთადაც გიწევდათ მუშაობა, ან ქონდათ შეხება, აქ იყო თანაგრძნობა, მაგრამ ხელმოწერას მაინც ერიდებოდნენ, თუ აი თქვენ სირგვლივ ჩემი მიდგომა რა ტიპის მიდგომები საქმესთან არის ასეთი. კი ბატონო, სამსახური რომ დამთავრდებოდა, აქციაზე მივდიოდი და აქციაზე ვიყავი ხშირად. დიახ, მუშაობდი იმაზე, რომ რაღაც სასარგებლო გამეკეთებინა სამსახურის გარეთ, თუმცა სამსახურში რადგან დარგობრივი საქმიანობაა და უშუალოდ ამას არ ეხებოდა, სრულად კონცენტრირებული ვიყავით სამუშაო პროცესზე. მე ალბათ ვამჩნევდი რაღაც დაძაბულობებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენთან სრულად სამსახურზე ვიყავით ორიენტირებული. კეთილი სამართლებრივ ბრძოლას თუ აპირებთ გაგრძელებას ახლა? უამრავი ორგანიზაცია გამოთქვამს დახმარების სურვილს და სამართლობის წინააღმდეგ რომ მარჩუმდებით, მაგიტომ ვარ თქვენთან სტუდიაში და ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა სამუშაო ოთახი იყო და იქნება კიდეც.